კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით რომ დაიწყო ჩვენი დილა ბატონ გელა ჩარკვიანთან და ნანა ჩარკვიანთან დილამშვიდობისა დილამშვიდობისა როგორ გძანდებით მადლობთ საკმაოდ კარგად ადრიანად დაიწყო თქვენი დილა ხო ახსულ ესე იწყება რომელ საათზე იწყება ჩემი 7-ისკენ და გელასი უფრო 8:30-ისკენ შენ აღვიძებ ხო და ზურა სკოლაში მოგალუგა მე ვთხოვ ხოლმე გამაღვიძებ რომ მე სწორედ მაგ დროს მეძიდება როგორ აღვიძებ თუ დალაგებულია ოღონდ იმიტომ რომ მე მაინც და მაინც კარგი დამლაგებელი ვერ ავარ ეს ცოტათი უნდა გითხრათ გოჭია ცოტათი მაგრამ იმედი მაქვს რომ გოჭი რო გაიზრდება ხო რა ხდება მაგრამ მე მგონი ეს რაღაცა სხვა მიმართულებით წავა მე აქ მძინავს და ნანას ზინავს აქ და როგორ აღვიძებ ხოლმე გიძალიანდება აი როგორ მაღვიძებ ხოლმე ეს ხომ მოვალ და გელა 8 საათი ნუ ახლა 8 საათი ზოგჯერ მაგრამ უმეტესად მე თვის ნახევარზე მაგვიძებ ცოტა მიჭის ხოლმე მაგრამ ჩემ თავშეუბნები როგორ ბავშვი ხოლმე წავიყვანო სკოლაში ბავშვის განათლების გამო ყველაფერზე მოტივაცია გაგჩემ ტანის სამოს შენ უმზადებ ბაბუს თუ თვითონ არა ეგ თვითონ ამზადებ შარვალი აგერ ბიდებს ჩავიცვალ ხოლმე ამის წაყვანასთან დაკავშირებით მე არა მაქვს ჯერ დრეს კოდის ყოველთვის პრობლემა როგორც მინდა ესე წავალ და ახლა ნუ ჩავიცვალ ხოლმე აქ აგერ მიდევს ყველაფერი არა ეს მარტივია მაგრამ მე იწყება მეორე ეტაპი ესე იგი ხო რაღაც კალორიაში ხოლმე მიიღო კალორიები უნდა ქონდეს იმისათვის რომ მთელი დღე გაძლო არა და ანუ დილითაც ესე იკვებებით ხო ცოტა შენ უკეთებ საჭმელს უმეტესად მე მათ ვინც არიცით მინდა გითხრათ რომ ნანას აქვს არაჩვეულებრივი ხელი ეს ძალიან დიდი კულინარი ადამიანია არაჩვეულებრივ ნამსხვრებს აკეთებს და საჭმელებსაც ხო მე მგონი კი საჭმელსაც უკვე აკეთებს ამ ბოლო ხანებში საჭმელი უფრო იზიდავს ვიდრე ნამსხვერი გაგვიკეთებ ფაფას კი მე კი რა არის ის მე მგონი ვნახეთ ბოლ ჯერ წყალი ავადუღოთ ეს ფაფაც მალე იქნება. ჩვენ ცოტა ხანი იქით გავალთ. კარგი, დავათვალიერებთ სახს კიდე. არ შემიძლია ამ ფოტოებზეც არ გითხოთ, ეს გახლავთ თქვენი მეუღლე, ხო? ეს არის 15 ფოტოგრაფია ჩემი მეუღლის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ასაკში. მე მას შემდეგ რომ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, რაღაც ვიცით, ადამიანის გაბავშვება ხდება ხოლმე ტრაგედიის დროს და აი მე ველაპარაკები ხოლმე. ხამე როცა დაწვლის წინ ავცელოთ რაღაცებს ველაპარაკები უყვები რაღაცებს ჯერ ესეთი მე რო თხოვ აბა რაღაც სასწაული გააკეთე და აკეთებს ნაძვის ხედავთ გით უკვე ნაძვის ხედავთ გით იმიტომ რომ პატარას ნანას აქვს ესეთი ტრადიცია რომ ყოველთვის წერს წერილს Santa Claus. საერთაშორისო Santa Claus, რომელიც ლაპლანდიაში ვცხოვრობ იმას. ამიტომ წერს ინგლისურად. მაგრამ ხო საბოლოოდ ის წერილი ხო ნაძვის ხე თუ არ არის Santa Claus-ი აღარ არსებობს მაშინ. არა და ამიტომ ვაკეთებთ ამას. აი ახლა წარი წერილი, აბა როგორ გონი წერილი და ნახოთ ეხლა რა უნდა აბა ნახოთ რა. მე კი უკვე წავიკითხე წერილი და რო გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვიყავი ამით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შემეცოდა სანტა. რამდენი ბავშვი თხოვს ალბათ აიპაც. ალბათ რამდენი თხოვს ხო და როგორი საქმეა ხო სანტა. დარწმუნებული ვარ ნანა მთელი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იქცეოდა და სანტა გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და სანტას ალბათ აქვს შეჯამებული ეს ყველაფერი და არ ვიცი რა სიზამს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ბიუჯეტი აძლევს საშუალებას ალბათ დიდი შანსია რომ არის დიდი შანსი. ნახოთ. ნანას უყურს ძალიან აქცენტების კეთება. ხო და ამიტომ ინგლისურს აკეთებს. ინგლისურს, ამერიკულს, კოკნის, ინდურ ინგლისურს, რუსულ ინგლისურს და ქართულ ინგლისურს. მაგალითად ხო, როგორი ხდება, ვეკითხები. გაქვთ მაიონეზი, როგორი იქნება მაგალითად რუსი. You have mayonnaise? როგორი იქნება ქართველი? მაიონეზი. მე ვიცი რომ თქვენ და ნანას გაქვთ ესეთი დუეტი ბაბუას და შვილიშვილს და უკრავთ ძალიან კარგად. მე მინდა მას კონდეს იცით საშუალება რომ თვითონ ააწყობო რაღაცა. და ამიტომ ვასწავლე როგორც ირაკლის ვასწავლები მაგალითად. ჯაზ. ძალიან მარტივია. ვაძლევ ბლუზის სტილს. ესე იგი რა ნოტები შეიძლება აიღო და რა არ შეიძლება აიღო. სწორედ ამაში მთელი საქმე რომ ყოველთვის უნდა დავუკრავ თავისებურად. აბა მოდი აქ ერთი.
ესეთი არაჩვეულებრივი კომპოზიცია შემოგთავაზეს ხო ეს იმპროვიზაცია, მაგრამ ყოველ დღე ჩვენ ვარჯიშობთ იმაზე, რომ მან შეძლოს იმპროვიზირება ბლუზის კილოში. კი, ნამდვილად ძალიან მაგარი. ჯაზის ბატონ გელო, მე არ მინდა რომ ჩვენ ნანა სკოლაში დავაგვიანოთ და თუ კიდევ გავუშვათ. გავუშვათ. მაყურებელს ცოტა ხნით დავემშვიდობები, ნანა სკოლაში უნდა გავუშვათ, იმიტომ რომ არ უნდა დავაგვიანდეს არავითარ შემთხვევაში. აუცილებლად დაგიბრუნდებით და ვნახავთ როგორ გრძელდება ჩარკვიანების ოჯახში დილა.